ამ ორ დოკუმენტს იდენტური შინაარსი და მიზანი აქვს, განსხვავება მხოლოდ ენა. ემთხვევა კანონის იმპლემენტაციის თარიღიც. რუსეთსა და საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და სხვა დამოკიდებულებების მქონე პირთა ბაზას 2026 წლის 1 მარტიდან აამოქმედებენ. ორივე ქვეყანაში კანონ-პროექტის ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. უწყების განმარტებით საქართველოში ამ საერთო საინფორმაციო ბაზის შექმნა იარაღის ლიცენზიის მართვის მოწმობებისა და სხვა ნებართვების ეფექტურ კონტროლს ემსახურება. თუმცა კანონ-პროექტის შემუშავებისას არ ყოფილან ჩართულები დარგის სპეციალისტები. ოცნების პარლამენტმა კი ყველანაირი კონსულტაციის გარეშე შემუშავებულ კანონ-პროექტს მხარი სამივე მოსმენით დაუჭირა და კანონადაც აქცია. წარმოვიდგინოთ შემთხვევა, როდესაც ადამიანს რეგისტრირებული აქვს რამდენიმე ერთეული ცეცხლსროლი იარაღი. ამის შემდგომ გაუჩნდა ისეთი ფსიქიკური პრობლემა, რომელიც ექსპერტთა შეფასებით პირდაპირ უკუნაჩვენებია იარაღის ფლობასთან. ამ შემთხვევაში ჩვენ რა პასუხი უნდა გავცეთ იმ მოქალაქეებს, ვინც მის მეზობლად ცხოვრობენ, უზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც წელიწადნახევარი ხილებოდა პარლამენტში და როცა დაასრულა და პარლამენტმა მიიღო ეს კანონი, ეხლა გაჩნდა კითხვები. კითხვა ხოლმე დასვას ვიღაცა რაღაცა პრობლემა დაასახოს ასე შემდეგ. წელიწადნახევრის განმავლობაში არაერთი კომიტეტი ჩატარდა, არავის არც პროფესიულ წრეებს, არავის კითხვა არ დაუსვიათ ამ საკითხთან დაკავშირებით. არადა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა ბაზის შექმნის მანკიერებებსა და მავნე პრაქტიკაზე სპეციალისტები თავიდანვე უთითებდნენ, თუმცა მათთვის აზრი არცერთ უწყებას არ უკითხავს. ფსიქოლოგების შეფასებით ჩანაწერი, რომ კანონის მიზანი საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა, ნათლად წარმოაჩენს ქართული ოცნების მიზანს, გამოიყენოს ფსიქიკური ჯანმრთელობა პოლიტიკური დევნის იარაღად და საზოგადოების სტიგმატიზაციისათვის. საგანგაშო არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ინიციატორი ამ კანონ-პროექტში ცვლილებისა. ისე რომ ჯანდაცვის სამინისტროს არც ერთ ასე ვთქვათ პროფესიონალთან არ ქონია რაიმე სახის კომუნიკაცია, არ შემდგარა რაღაც კონსილიუმი, რაღაც ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც იმსჯელებდა. ეს შექმნის ასე ვთქვათ ძალიან დიდ კრიზისს, ეს იქნება ადამიანის უფლებების კრიზისი ქვეყანაში, რომელიც უკვე ესადაც გვაქვს, მაგრამ გამწვავდება, იმიტომ რომ შეიქმნება პრეცედენტი ფსიქიკური ჯანმრთელობას როგორ იყენებენ პოლიტიკური ნიშნით. რეჟიმი იდეას უსაფრთხოების სახელით ფუთავს, სპეციალისტები კი რეესტრის რეპრესიებისთვის გამოყენების რისკებზე საუბრობენ. ექიმებისათვის ბუნდოვანია, ვინ განსაზღვრავს დაავადების სიმძიმეს და რა ნიშნით მოხვდებიან ადამიანები ამ რეესტრში. შესაბამისად აქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაში არაერთგზის მხილებული, ეგრეთ წოდებული მმართველი გუნდი ამ კანონსაც მოწინააღმდეგეების დევნის ინსტრუმენტად გამოიყენებს. რას ნიშნავს ჯერ რეესტრი, ან ვინ უნდა დაადგინოს რომელი დაავადება საშიში, ან რომელი არ არის საშიში. ანუ ეს პირდაპირ ურტყამს ორივე დარგს, ან როგორც ნარკოლოგიას, ისევე ფსიქიატრიას, რომ პაციენტი უბრალოდ აღარ მოვა სამედიცინო დაწესებულებაში, ის არ ჩაერთვება ხო დაუშვათ არსად, არ მივა სამკურნალოდ იმის შიშით, რომ ის მოხვდება ბაზაში. გარდა დახმარების მაძიებელთა რიცხვის შემცირებისა, სპეციალისტები უთითებენ საზოგადოებაში ისედაც არსებული სტიგმის კიდევ უფრო გაძლიერებაზე. ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ყველაზე მგრძნობიარე და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს განეკუთვნება. შესაბამისად, ექიმის კაბინეტიდან ამ ინფორმაციის ცენტრალურ ბაზაში აღმოჩენა ზრდის ადამიანის უფლებების ტოტალურად დარღვევის რისკს. რეესტრის არსებობას შეიძლება მქონდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი, ერთი მოტივი, როგორ გადაიქცეს ადამიანების კონტროლის და რეპრესიის იარაღად. არის ისეთი პერსონალური მონაცემები თითოეულ ადამიანზე, რომელიც ჩემი არჩევანია და რომელიც ჩემი არჩევანი არ არის. ჩემი ჯანმრთელობის პრობლემები არ არის ჩემი არჩევანი. ძელვადიან პერსპექტივაში ვინმეს უფიქრია, რა შედეგებზე შეიძლება გავიდეთ. ნებისმიერი აი ასეთი დისკომფორტის ან ნებისმიერი ფსიქოლოგიური ჩივილის გამო, როდესაც ადამიანი მიდის სპეციალისტთან, აუცილებლად სჭირდება კონფიდენციალობის განცდა და მე თუ იმის მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება მე სადღაც წინ დამიხვდეს, არ მივალ სპეციალისტთან და ის რომ არ მივა სპეციალისტთან, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი, ის რომ არ მივა სპეციალისტთან, ასევე ფსიქიკურ პრობლემებს ეხება ადიქციის მქონე ადამიანები, რა თქმა უნდა ეს კიდევ უფრო გააღრმავებს პრობლემას. ბაზები, რომლის შექმნაც ჯანდაცვის სამინისტროს ევალება მუდმივია და იქიდან ადამიანებს არ შლიან, რაც
უფლებების გრძელვადიან შეზღუდვას ნიშნავს. ექსპერტების შეფასებით პასუხგაუცემელი რჩება მთავარი ეთიკური კითხვა, ვინ და რა კრიტერიუმებით გადაწყვეტს რა არის რისკი და ვინ ჩაითვლება საფრთხეთ სახელმწიფოსთვის.